მშვიდობისა ქართულებო, დღეს არის 16 თებერვალი და ეხლა არის დღის პირველ საათლია 35 წუთი. დღეს მინდა კიდევ საჭიროებო საკითხზე გელაპარაკოთ. ვინაიდან დაწყებულია რამოდენიმე დღე როლიკი ტრიალებს, რომ ილიამ რომ ბავშვი უნდა მონათლოს და ერთი ამბავი არ ვიცი უკვე დამთავრდა თუ უკვე მონათლეს თუ აწი იქნება არ ვიცი, მაგრამ რამოდენიმე დღე მოკლედ მეგობრებო, მე ამაზე რამდენჯერ გავაკეთე, ასე ვთქვათ, ვიდეოც, ლექციაც და კიდევ გამივიორე, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ახალი მეგობარი შემოსული, მეგობარია მსმენელი, ასე ვთქვათ. ხო? ამიტომ თავიდან რო არ დაიწყოს გაუგებრობები და ერთი ამბავი. მოკლედ თავიდანვე ვიტყვი, რასაც ადრე ვამბობ. ილია არის გურია და ეს არის ილია ტარასის ძე კანდელაკი. როცა ეს დოკუმენტაცია მოაწოდეს ალასანიას, ირაკლი ალასანიას მამამ ჩამოუტანა არტოდეკა რუსეთიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხავინ კაკებეშტიკები იყვნენ, ისე ხო გასაგებია, მაგრამ ეს რო გაირკვა და ეს რო გაიგო ზვიადმა და რა თქმა უნდა ზვიადის მაშინ ირგვლივ ყავდა ისეთი ხალხი, რომელიც ბუნებრივია ეყოლებოდა, აგენტურები კიდე ჩასმული ყავდა, ყველასფეროდა და მიუტანეს ეს ამბავი ილიას, რომ შენი ამბავი უხეშად რო ვთქვათ გაიასნებულია რა. და ეს იყო მიზეზი კიდევ დაჩქარებისა, რომელიც პუჩისა, რომელიც დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს. თორემ მაგის მარტამდე არ აპირებდნენ მაგ პუჩის დაწყებას. მაგრამ ამან დააჩქარებინა, იმიტომ რომ მე ხო გასაგები იქნებოდა, რაც მოხდებოდა, ხო? და ესე იგი, მზაკრობა თავიდანვე, ესე იგი, დაწყებული, ჯვარცმიდან, რო თქვა, რომ მთელმსოფლიოს დააჯერეს კაიაფას თამადობით, რომ მთელმსოფლიოს დღესაც ჯერავს, რომ პილატე მათ ჯვარს თვისდებოდა. და იმას კი მალავენ თუ ვინ აიძულა და ვინ მიიყვანა იქამდე. ვინაიდან პილატე იყო აღმასრულებელი და ეგენი იყვნენ, ასე ვთქვათ, ერის წარმომადგენლები, ხო, საერო იერარქია. 4ჯერ აიძულეს, 4ჯერ, რომ არა მაინც და მაინც ჯვარს უნდა, მოკლა რა კაცი. მეოთხე იყო ის, მანამდე 3ჯერ იყო და მეოთხე იყო ბოლოს ის, რომ როდესაც არ უნდა კაც ცოცხალი თავიდან უნდა და ქრისტეს ისა რა ქვია, სიკვდილი პილატეს. და ბოლო ეს ამათის დატოვა აფსაიდში გამიგედა ხალხს მიმართა. ხალხმა გადაწყვიტოს, გამიგეთ? და მაშინ იყო რომ მიმართა ისტორიული მიმართვა, აგერ ბატონო ბარაბა, აგერ ქრისტე რომელი გირჩევნიათ ამოიჩიედო, მაგრამ იმ დროისათვის იმათ ისეთი ხალხი ყავდა და მოყვანი და დაგოგილი, რომ ყველას აძახებიეს ბარაბა. ვინ დაძახებია, რა თქმა უნდა, იმ იერარქიამ, რომელიც მაშინ სასულიერო იერარქიამ, რომელიც ქრისტეს წინააღმდეგი იყო. აი ეს არის მსოფლიო დონის მზაკრობა, რომელიც დღემდე მუშაობს და დღემდე უმრავლესობას კიდევ ეს ჯერა. რომ პილატემ, ასე ვთქვათ, მოინდომა თავის ხუშტურიკები და მოკლა კაცი, ხო? აი ეს მოდის დღემდეც. აი ეს პოლიტიკა, ეს მზაკრული პოლიტიკა, გესმით? და ეხლა ვინაიდან 91 წელი გავიხსენე, ყველას გონია რომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, შევანაძე და მისმა ბანდამ, ასე ვთქვათ, მოღალატემა თავდაღირა და დაამხეს თბილისიდან მერე საქართველო, ხო? მაგრამ შემდეგ მანამდე ხომ ამისი თავი იყო. ამით კეთდებოდა ყველაფერი. ეხლა არ ჩამოვდი ჭანტურიას თამადობით და მერე ვინდა ვინ იყო საპატრიარქოს აგენტურა.
ძალიან ბევრი იყვნენ ისინი. ამ წელს კიდე ძალიან დიდი მას გაგიცნობს, რომელიც შარშან გითხარით კიდე სამჯერ. რომ იმასაც გავსმე არ მინდა ხა კიდე წინასწარ. ეხლა რატომ გავიხსენე ეს ამბავი? იმიტომ რომ ჩემო კარგი ეს არის ურიული წესი. ურიებს არ აქვს ესეთი წესი, რომ აი ჩვენ, აი ნათესავი და ახლო ნათესავი და მონათლულის შეუღრება არ შეიძლება. გამიგეთ? მაგრამ ისინი ხო ერთმანეთს ჯვარდებიან. ერთმანეთში ქორწინდებიან ნათესავები და ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი და სულითია მაგათთვის. ხო, ცხოველი, ამ ცხოველს არ შეუძლია გარჩევა, გამიგეთ? ეს არის ცხოველური. და ეხა ბუნებრივია, ეხა ამას ასე ღიად ვერ გაუკეთებდნენ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, ეხა შეწარმოიდგინე, რომ გვარზე კი ბატონო ბიძაშვილი, მამიდაშვილი შეუგდით, რომ ამას ეხა ილია ვერ იტყვის, ეხა ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ წამსვე დაემხობა ყველაფერი, ხო? ამიტომ გამოიყენეს მზაკურობა რა? მოდიო, ეხლა დემოგრაფიული კატასტროფა ისა, ხო, ეს არის პრობლემა, ვითომ საქართველოში იყო სინამდვილეში და არის ეხლა კიდე, ხო? და მოდიო, მეორე სტიმულს მიცეთო, ვითომ? ნახე, აი ეს არის მზაკურობა ხალხო. აი ეს არის მზაკურობა. როდესაც რაღაც ვაგან ჩაფიქრებული და შენ იმას აძლევ ისეთ პროდუქტს, რომელიც მისთვის თითქოს მისაღებია, ან მისაღებია. და მესამე და მეოთხე ბავშვს მოუნათლავთ და ასე გამრავდებაო ერი. არიქა და ყველა მიარბენიეს ბავშვს. აი ეს. აი ბალის კულტი რო აქვს იმათ, ხო იცი? ბალის ურიებს რო აქვს. სამსხვერპლოზე ბავშვები რომ იყავენ. და ვერ გაწყდა ამათი ნუ ყველაფერი, ხო? ესე მიდივარ და მიყავს ეს ბავშვები და მანათლიან და მე იმის დათვლი, ამის დათვლი, იმის დათვლი. ყველა ერთმანეთს ჯვარდებიან. მოგეცალ ხენა, ეს შენი ჭირიმე რა. ამათ ხორ ჯულის კამის არაფერი არ ესმის. შედივრად ესმის. გადასარევად ესმის. მაგრამ უამრავი ჯულის კანონი ამათ აქვს დარღვეული. აი ამის ჩათვლით. ეხლა მეორე კიდე ის რომ ამაზეც ცალკე მქონდა რამდენჯერ ვინც საუბარი. ხალხო ბიბლიაში რო წერია, მე ხო გეუბნებით რომ ბიბლიაში დაწერია უმრავლესობა. აიღო. ესე იგი მომიყავს იწერია 8 თვის ბავშვი და მოინან 8 თვის ბავშვმა რა იცის რა ხდება ამ ქვეყანაზე დედამიწაზე რა იცის ღმერთი რა არის არ ბიბლია წაკითხული მაგრამ ბიბლია წაკითხული რა მე რა ბევრია მაგრამ აქ რა გაიგეს მონახლა ადამიანის ხდება მაშინ როდესაც ის შეგენებულად მივა გონებით სულით გულით შეიმეცნებს და გაიგებს ღმერთის არსებას. გამიგეთ? აი მას მაშინ ნათელი დაადგება. ანუ გონება გაუნათლდება ხალხო. და ეს იქნება მისი მეორე დაბადება. ამას ქვია, ეს არის ჭეშმარიტი მონათლა ადამიანის. თუ არა 8 თვის ბავშვმა, თუ კიდე 1 წლის ბავშვმა, 2 წლის, 5 წლის, 7 წლის, 10 წლის, 12 წლის რა იცის, კაცო, დიდება არ იციან, დიდები ვერ ხვდებიან, სად არის მეტი რა არის. მისი გაგება, მისი განგება არსება საერთოდ აზზე არ არის, ხო? მოდი, კადია, კი ბატონო, ას ხო, კარგია, ხო, კარგია რა ბავშვი რომ მონათლე, მე რა. დაიკავე საბუთი ჩაიდებ, ფული გადაიხადე. მე რა, გეკითხებით ახლა, ვინც გააკეთეთ ეს რიტუალი. ესე იგი, სახელმწიფომ ახლახანს გამოუშვა ისეთი კანონი, გაამკაცეს უпроსტოდ, რომ აი არასრულწლოვანები, რომელიც მომრავლდა საქართველოში და აშავებდნენ ზედიზედ ისეთ რაღაცებს, რომელიც უკვე აუტანამი გახდა. ეხლა ისეთი კანონი გამოუშვეს, რომ გაამკაცეს უბრალოდ მანამდე არ იჭერდნენ, არ სვამდნენ, ესე იგი ციფრში რაღაცა პატარა ჯარიმა ან რაღაცა გაფრთხილება და გამოუშვებდნენ, ხო? ეხლა არა ბატონო, ეხლა სრული კანონით, ასე ვთქვათ,
მიანიჭებენ იმას, რასაც იმსახურებს. და რატო გახდა ამოცილებელი? იმიტომ, ჩემო კარგებო, რომ აი ეს 12, 13, 14, 15 წლის ბავშვები, რომელიც ყველა მონათულია. ყველა. ნუ ილიასი არა, სულ სხვას იმაიც ხო? ბავშვობიდან ყველა მონათულია. და მე რა გახდნენ? გეკითხებით ახლა, არიქა და რომ მომნათლავდა მე ქრისტეს მიერი გახდება ადამიანი, ის პატარა ბავშვი? რას მეუბნები ხალხო? 21 საუკუნეში მესამე დღეა ეს ბიბლიურად ხალხო, უნდა გავიღვიძოთ. გესმით? მაგრამ როგორ არის იცი, ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ რომ რიტუალია, ხო, რიტუალია, მაგრამ ეს ახლა რიტუალი რომელიც ილიამ გამოიგონა თავი ბზაკურობი და ყველაზე ერთმანეთს რო აჯაბსანდული დაგვირია და ყველა ერთმანეთს რო დათლავს და ყველა ერთმანეთს მე ცოლი კვარი ხდებიან. ეს რომელ ჯული აი დავანებოდი, ილიას დავანებოდი, საპატრიარქოს დავანებოდი, ჯულის კანონი ელემენტარულად ან ადაცი არის და ან წესი არის და ანაფერი. რომელიც 12, 13 მოდგის და აქეთ არ შეიძლება მას შეუღლება ხალხო. თქვენს ხო ცხოველები ხო არ ახართ კაცო ურიებები და მიზაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, მიზაშვილი, ყველა ერთმანეთთან რო იქორწინო. ეხლა მე გეტყვით კიდე ამ ხელა მზაკრობები ხდებოდა სოფლიოში თუ ბანამდე სანამ ესე იგი ოდნავ შუა საუკუნეებამდე იყო ეს. აქეთ ცოტა მე სხვანაირად გადასხვაფერდა ცოტა. ეხლა რომში იყო ჩემო კარგებო ესეთი ტაძარი იდგა ბონა მგონი წმინდა ქალღმერთის ტაძარი. და ეხლა ნახეთ რა ხელა მზაკრობა იყო აქ. თქვენ წარმოიდგინეთ როდეს კალჩვი თუნდაც წარმოიდგინეთ სანამ მას გაათხოვებდნენ რაც იცი აჰა სანამ მას უნდა გაიარა ერთი რიტუალი და წარმოიდგინეთ ახლა რაც გეტყვით და ეს იყო ღმერთების მსახურება. ღმერთების მსახურებაში რა შედიოდა ჩემო კარგებო? ესე იგი შეიყვანენ მას ტაძარში. მერე იქაუ ქალები დახვდებოდნენ, ამ ქალებს მერე რაღაც შეყავდათ ქვემოთ, სადღაც ჯორმულში და იქ იყო ერთი ოთახი. და იქ მიდიოდა, ასე ვთქვათ, მსხვერპლსეძირვა. მსხვერპლსეძირვაში რა შედიოდა ახლა? ნუ არა ბატონო, ნუ გონია გრამთიც მოაჭირდნენ ან რაღაცა და რაღაცა. იქ მიდიოდა სექსუალური აქტი. იქ ვინც იყო სულიერი მამა, ხო? პაპა, ასე ვთქვათ, ხო? იმასა და კიდე რამოდენიმე ისა რა ქვია, ვინც ეყვნენ იერარქები. ბოდიში, ზარგონზე და კოროქში უშვებდნენ. აი ეს ამას ერქვა ხალხო მსხვერპლს შეწირვა. ანუ ღმერთების მსხვერპლს შეწირვა. გესმით? იქიდან გამოსული ის ქალი გოგო ჩუმად იყო, არაფერს არ ამბობდა და მეორე დღეს მიათხოვებდნენ იმ რა ქვია კმარს. ეს მამამაც იცოდა, ანუ როგორც მეპემაც. იმ კაცმაც იცოდა. ვისაც ქმარი ერქვა, ხო? ნუ ხალმა ხო იცოდა და იცოდა. მაგრამ ყველა იყო გაჩუმებული. აი ხო იცი დღევანდელი ის რო არის რა ქვია ერთ-ერთი სიმბოლოა მასონების სიჩუმე. აი ესე რო აკეთებენ. მომღერალი, სპორტსმენი, ყველა, აი ესე რო აკეთებს. რატო კაცო? აი ფეხბურთში არა ყველაზე კიდე სასაცილო. მოგანახეთ ფეხბურთის ამბავი კიდე, ჩვენი ფეხბურთელები კიდე იმას რო იმეორკი არის, იმეორებენ, აკეთებიებენ. ბურთს რო გაიტანს, კაცო და აი ხვიჩასაც ხონდა. აი ესე აკეთებს. გაჩუმება არის, კაცო, პირიქით. აი ესე უკეთებს ხალხი, რა ქვია, აბა მიდი ტაში დაუკარე, ასე უნდა ქა. არა, ასე გაკეთებ. ას ჩუმად შენც ვიცი, მეც ვიცი, შენც იცი, ყველა მიცის, მაგრამ მაინც ჩუმადაა. თქვენ წარმოიდგინეთ და ეხლა ეს როგორ საღდებოდა, იცით? ნუ ხოლმე ბატონო, ნებაყოფლობით. ეს არის მსხვერპლს შეწირვა ისე, რომელიც უნდა გაეღო ადამიანს. თქვენ წარმოიდგინეთ. და ამიტომ ამაზე ყველას პირი ქონდა აკრული. და ამას აკეთებდნენ საპატრიარქოს
დიდი იარარქია. ეს ამბავი გაიხსნა ჩემო კარგებო 2003 წელს. როდესაც ამ ტაძარის ისინი ნახეთ კულუარებში შესასვლელი რაღაცები და მე რო აღმოაჩინეს და ამ მაშინ ამ ოთახში ყველა იმ ქალიშვილის ასე ვთქვათ სახელი იყო მიწერილი და ნუ მოკლედ ეს ისტორიულად გამოიკვლიეს და გაიხსნა ეს ამბავი. ამასთან შესაბამიდან მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთი რამ. გახსოვთ ძველად საქართველოში სხვა ასეთ წესი. მაგრამ ისე კი არა როგორც ის რა ქვია მამაოები და დლებს და იმათ რომ ეტარებინათ ეს ქალიშვილი არა. მაგრამ ნახეთ ჩვენთან როგორ გადმოვიდა, მაგრამ იქიდან მოდის ეს მოწამვლა. გლეხეს ქართულ ფილმშიც არის ერთ-ორ ფილმში კიდე თუ არ კი ქართულ ფილმშიც არის ძველ ფილმებში. ესე იგი გლეხს თუ მოეწონებოდა გოგო და მისი ცოლად მოყვანა სანამ ის მას მისთხოვდებოდა ის ვალდებულება იყო აი წესი იყო ასეთი. იმ ბატონთან უნდა გაეარა ეს სარეცელი. გესმით? აუდუ ბოდიში სწვაზე აბეზალოგა იყო ეს. მაგრამ ისიც ჩუმად იყო და ისიც ჩუმად იყო, ყველა ჩუმად იყო. ეს არ იყო შეცირვა, მაგრამ ეს იყო დამონება უკვე სისტემის. და იგივეს ვაკეთებ ახლა ჩვენ. აი მიყვავს ეს ბავშვები, თოთა ბავშვები, ზოგი ფეხზე დგას, ზოგი რაღაც. აი ესე მიყვავს და ბალის იმას ვყავს შეცვლას ვაკეთებ ისე კი არ კლავენ მასამ ბავშვებს, მაგრამ რონათლავენ მე შენ მithახსირებ, ჯულს მithახსირებ. გესმის? კი ერთი გვარის არ იქნებიან, ერთი ის არ იქნებიან, მაგრამ ნათლობით ხო არის კაცო ერთი და ნათლობა ეს არ არის მიწიერი, ეს არის ღვთისმიერი საჩუქარია სხვადასხვა და ეს არის საიდუმლო. გესმით? მაგრამ საიდუმლოს არაფერს არ აკეთებ, ყველაფერს მზისი და დღისი დაკეთებ. კარგით, ახლა მოკლედ ნუ წაიყვანთ ბავშვებს და დაანებეთ ამ მამაძაღლებს თავი. ბავშვი მიუშვი ჯერ ასწავლეთ ადამიანობა, კაცობა, ვაჟკაცს, კაცობა ასწავლეთ, პატარა მანდილოსანს, ქალიშვილობა და ქალობა ასწავლეთ, მანდილის ტარება. და მე თვითონ მოინათლება მაგი, როცა საჭირო იქნება, როცა მიხვდება ღმერთის მონათლავს, მაგას და ყველაფერი. კარგით, მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე და მომავალ ვიდეომდე.